დღეს უნივერსიტეტებში სწავლა დაიწყო პირველმა კურსელებმა პირველი ნაბიჯი გადადგეს უნივერსიტეტში, შეაღეს კარი ცოდნის სამყაროში, ყველას წარმატებებს უსურვებ, თუმცა მოდი ერთმანეთს სერიოზულად დავუსვათ კითხვა. რა პერსპექტივა აქვს სტუდენტს ახალგაზრდას ქვეყანაში, სადაც დემოკრატიას უღალატეს, დემოკრატია გააუქმეს, ევროკავშირი მტრად გამოაცხადეს, ბიუჯეტი ერთი კაცის ჯიბეა და კორუფცია ყლავის. ელიტური კორუფცია არის მოდებული ქვეყანას და ქმნის ეს ყველაფერი უპერსპექტივობას. მათ შორის ოლიგარქის პროკურატურა აცხადებს, რომ საქართველოს ფულის გათეთრების მსოფლიო ცენტრია. ყავს პრეზიდენტი, რომელიც უდიპლომოა, ერთადერთი უნარით, როგორმე დაიგინოს და საჯაროდ შემდეგ ეს დაგინება შეიწეროს. ასე იქცა ყაველაშვილი ქვეყნის სირცხვილად. მოკლედ მეგობრებო, საქართველოს ფსკერზეა. 4 ოქტომბერი გარდამტეხი დღეა და გადამწყვეტი ბრძოლაა საქართველოსთვის. და თქვენ ახალგაზრდებო შეგიძლიათ ამ ქვეყნის გადარჩენა. დაარტყათ ფსკერს ფეხი და ამოიყვანოთ ქვეყანა აი ამ უბედურების მორევიდან. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ. 4 ოქტომბერი დიდი ერთიანობის, დიდი წინააღმდეგობის დღეა და უნდა ვაქციოთ გამარჯვების დღედ, რომ გავაგრძელოთ გზა ევროკავშირისკენ, ევროპისკენ, გზა, რომელიც თქვენ ცოდნას და მათ შორის ოცნებებს რეალობად აქცევს. თქვენ ხართ ჩვენი მომავალი, თქვენ ხართ იმედი და ერთად აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. გელოდებით 4 ოქტომბერს რუსთაველზე. ერთად უნდა გავიმარჯვოთ.